დაიცავი 8 ფეხა საინიციატივო ჯგუფი შაბათს ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე კაფე ფანტაზიასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის მოთხოვნა და ქალაქის სიმბოლო არ უნდა დაანგრიონ. მათი თქმით, ძეგლი უნიკალურია, რასაც მისი არქიტექტურული იერსახეც ადასტურებს. ადგილობრივი ხელისუფლების ორაზროვანი განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ძეგლის მიზანმიმართულ დისკრედიტაციასთან, აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. აქცია დაიცავი 8 ფეხა შაბათს 14 საათზე გაიმართება. რვაფეხარი ერთ-ერთი შენობა, რომელიც არის სიმბოლო ბათუმის და არის დარჩენილი ქალაქში, რომელიც ჯერ დანგრეული არ არის. მართალი არის მოუვლელი, მიტოვებული, თუმცა დანგრეული არ არის და მისი რესტავრაცია შეიძლება და ქალაქის ნაწილი ისევე სიმბოლოს გახდომა, როგორც იყო ყოველთვის. ეს რვაფეხა შაბლონურადაც არ უნდა ჟღერდეს, არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, ჩვენ შვილებს უნდა შეუნახოთ, ჩვენი შვილების ქალაქია ეს, ჩვენი ქალაქია და გვაინტერესებს ხელისუფლებისგან რას უპირებს რვაფეხას, ჩვენ გვინდა რომ საზოგადოება იყოს ჩართული პროცესებში.